გორჯაანის მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილას შემთხვევები გახშირდა. მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება უმეტესად ბავშვებში ვრცელდება, თუმცა შესაძლებელია დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ინფექცია მოზრდილებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩუტყვავილას ვაქცინაცია სავალდებულოა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში რეკომენდებულია. საქართველოში ვაქცინა რეგისტრირებულია და აცრა შესაძლებელი არის მხოლოდ კომერციულ ქსელში. ეს ძირითადად ბავშვთა ინფექცია, მაგრამ დიდებსაც შეიძლება დაემართოს. ჩვენ ყოველთვიურად ვაგროვებთ შემთხვევების რაოდენობას, ვსწავლობთ. ვინაიდან სეზონია, შემოდგომა ზამთრის სეზონზე უფრო მატულობს, ახლა ნოემბრის თვეში გქონდა 16 ჩუტყვავილას შემთხვევა. არის ისეთი შემთხვევები, რომ სულკად მიმდინარეობს და აღრიცხული არ არის, მაგრამ საბავშვო ბაღებში, სკოლებში ბავშვებს თუ გამოაჩნდებათ ეს დაავადება, ბავშვთა ინფექცია, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და შეიკავონ თავი კოლექტივში მოხვედრის, იმიტომ რომ ეს არის გადამდები და საკმაოდ ძლიერი კონტაგიოზური ინდექსი ახასიათებს, ანუ მაღალი გადამდებლობა აქვს. შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს ის ადამიანი, ვინც ჩუტყვავილათია დაავადებული. შედარებით მსუბუქი ინფექცია მიმდინარეობის თვალსაზრისით არის შემთხვევები, რომ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი გამონაყარია, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის თითქმის კეთილსაიმედოა. გართულებები აქვს ძალიან ცუდი ტონზილიტით, პნევმონიით, შეიძლება განვითარ უფრო მეტად რთული დაავადებებითაც ხდება მისი გართულება და ამიტომ პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია, თუმცა ძალიან კონტაგიოზური დაავადება და ზოგიერთ შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად მაინც არის გადამდებლობა ძალიან მაღალი, იმიტომ არის დღესდღეობითაც გავრცელებული და უკვე რამოდენიმე სეზონია, რომ ჩუტყვავილა ისევ ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში ფართოდ.